25 წელი ძალიან გარდამტეხი და ტრანსფორმაციულია. ნუმეროლოგიურად რო ვთქვათ, ხომ, ციფრი გამოდის 9-იანი. რატომ? იმიტომ რომ უნდა დავშალოთ, ხო, 2 + 2 + 5 გამოდის 9-იანი. როდესაც წლის ციფრი გამოდის 9-იანი, ხო, ნუმეროლოგიაში, ხო, კლასიკურ ნუმეროლოგიაში ითვლება, რომ ჩვენ ვცხოვრობთ 9-წლიანი ნუმეროლოგიური ციკლებით. რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველ 9 წელიწადში ერთხელ ხდება ენერგიების განახლება და მინი ახალი ეპოქა იწყება, ასე ვთქვათ, ხო? შესაბამისად 2025 წელი ბევრ პროცესს დაამთავრებს, რაც გაწელილია, მათ შორის პოლიტიკურ პროცესებს, ბევრ ახალს გააჩაღებს და წამოიწყებს, ხო? 9-იანს მართავს პლანეტა მარსი და ჩვენ ვიცით, რომ მარსი არის ბრძოლის და ომების პლანეტა, შესაბამისად მე ვთქვი კიდეც იმ პროგნოზში, ნახეთ ალბათ, რომ 2025 წელი არ არის მარტივი პოლიტიკურად, ხო? ბევრი პატარ-პატარა ლოკალური დაპირისპირებები შეიძლება ვქონდეს, იმიტომ რომ აი 9-იანის ენერგიას მოაქვს სერიოზული კონფლიქტურობა. ამიტომ მეტი დიპლომატია მართებთ ეხლა პოლიტიკოსებს ნამდვილად.